ღმერთო დაგლოცოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ყოველნო მართლმადიდებლო ქრისტიანინო, ჩვენ საუბრობთ კერპთა ყვანისმცემლობის სხვადასხვა სახეობებზე, როგორც ვიცით, არსებობს უხეში კერპთა ყვანისცემა, რასაც ქვია ხილული კერპების შექმნა, ასევე არსებობს ნივთები თუ იდეოლოგიები თუ თავად ადამიანი, რომელსაც აღმერთებს პიროვნება. ამჯერად გვსურს საუბარი იმ ახორცულ კერპებზე, რომლებსაც ადამიანი განსაკუთრებული ჟინით ემსახურება, ეს გახლავთ ნაყროვანება, მემთრალეობა თუ სხვა ცოდვები და თუ უწინ კაცობრიობა იშვიათი გამონაკლისის გარდა კერპებს ღმერთად მიიჩნევდნენ, ჩვენს დროში ეს კერპები, ვნებები შეიცვალა და ძველი ადამიანები კერპებს უმეცრებით ეთაყვანებოდნენ, რადგან ნათელი ჭეშმარიტებისა ჯერ კიდევ არ იყო მათთვის ამოწყინებული, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ნათელმა შემოიტანა ჭეშმარიტება კაცობრიობაში, რომელმაც ასევე კარგად უწყეს რა არის ცოდვა და რა არის მადლი და ვნებებს დამონება და მათი მსახურება, როგორც ღმერთებისადმი, რა თქმა უნდა, არ გვეპატიება. ის ადამიანები ძველ დროს გულისხმობთ კერპებს თაყვანისცემდნენ ან საკუთარი უგუნურებიდან გამომდინარე, ან მეფეებისა და მტანჯველების შიშისა გამო, ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვაიძულებს, მაინც ვეთაყვანებით მათ და წმინდა წერილი პირდაპირ ბრძანებს, რომ ყოველმა რომელმა ქმნეს ცოდვაი, მონაიარს ცოდვისა. ესე იგი, ვნებებს დამონებით ჩვენ ძველ კერპთა ყვანისმცემლებს ვემსგავსებით და უფრო მეტიც მათზე უარესებიც ხვდებით, მათზე უარესადაც ვცოდავთ, რადგანაც შეგნებულად ჩადენილი ცოდვა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უმეცრებითა და გნებავთ ძალდატანებით. ყოველი ადამიანისათვის იმის დამიხედვით თუ რა უყვარს მას და რას ემონება, ღმერთიც ის არის და ამჯერად ახორცული ვნებების ჯგუფზე ვსაუბრობ ჩვენ, ესენია, როგორც მოგახსენეთ, ნაყროვანება, მემთრალეობა, სიძვამრუშობა თუ ვერცხლისმოყვარეობა და სხვა. ასეთ მდაბიო უხეში ვნებებისაგანაც ადამიანი ქმნის კერპებს მოგახსენეთ და მიეცემა მთლიანად მისთვის არსებობას და მათთვის მსახურებად. ალბათ არ არსებობს ვნება, რომელსაც ადამიანი არ აღმერთებს მთლიანობაში და ყველა ეს შემთხვევაში ამგვარ ვნებებს ადამიანის დაკმაყოფილება ცხადია არ შეუძლია, ვინაიდან ისინი მხოლოდ წამიერად ატკბობენ, ათრობენ, აბრუებენ ადამიანს, მაგრამ საბოლოო ჯამში დამანგრევლად მოქმედებენ არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაზე, არამედ ადამიანის სხეულზე, ორგანიზმზე, ჯანმრთელობაზე, სიამტკბილობაში გატარებული წლები მძიმე სნეულებების ტკივილის სახით უბრუნდება ადამიანს და ეს ყველა ადამიანმა კარგად იცის. ვნების კულმინაციის დროსაც კი მისგან მიღებული ეს ხორციელი სიამოვნება უფრო ნაკლებია, ვიდრე ის სურვილი გაღვივებული ამა თუ იმ ცოდვითა და ვნებით. დაუკმაყოფილებელი ვნება თავისი განვითარებისაებრ ითხოვს უფრო დახვეწილ, უფრო ძლიერ სიამოვნებას, ხო? ეს ვნების თვისებაა ესეთი და ამ დროს სხეული დროთა განმავლობაში მოგეხსენებათ ბერდება, იშრიტება, სულ უფრო ნაკლებად მიყვება იმ ვნებებს და ფიზიკური ძალაც კი არ ყოფნის ვნების დასაკმაყოფილებლად. და ხდება ესეთი რამ, რომ სურვილსა და შესაძლებლობას შორის რღვევა იწყება და აი ამ დროიდან ვნება მხოლოდ აწვალებს ადამიანს, მაგრამ სიამოვნების მიღებას ვეღარ ანიჭებს. ასეთია ის მოკლე მონახაზი, რაზეც გსურდა ჩვენ გაგვემახვილებინათ თქვენი ყურადღება, ძვირფასო მსმენელებო და დავიწყოთ, როგორც გითხარით, ნაყროვანების ცოდვით. ეს ცოდვიანი ვნებები
გაღმერთებულ კერპებს, რომ წარმოადგენენ ჩვენთვის ნათლად ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომელიც ბრძანებს, რომ მრავალ ვინმე ვლენან, რომელთათვისა მრავალგზისა გეტყოდეთ თქვენ, ხოლო 10 ტირილითა გითხრობ თქვენ, მტერთა მათვის ქრისტეს ჯვარისათა, რომელთა აღსასული წარწმენდა იარს, რომელთა ღმერთი მუცელი არსო. და კიდევ სხვა ადგილას ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ეგე ვითარნი იგი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არ ამონებენ, არამედ თვისა მუცელსა, რომელთა მიმართ ეპისტოლის მე-16 თავში. თუ რატომ ხდება ჩვენი სტომაქი ღმერთი, ამის შესახებ წმინდა მამები არაერთგზის გვაუწყებდნენ და ჩვენც მათი სწავლებისაებ გსურს აი ამ საკითხის გაშუქება. პასუხობენ მამები, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს, რომელიც ემონება მუცელ სტომაქს, ის როგორც ღმერთს მიაგებს მას პატივს, ხშირად უფრო მეტსაც, ვიდრე ერთ ღმერთს. და ისე არ ვემსახურებით იესო ქრისტეს მარხვით, მოკვდინებით, ჩვენი ვნებებისა და გძალულებით, რამდენადაც ვემსახურებით ჩვენს სტომაქს ნაყროვანებით, ლოთობით, ხორციელი სიამოვნებებით და ასე შემდეგ. ყოველგვარი ბოროტების საწყისი მამების აზრით არის მუცლის პატივი და სხეულის ძილით მოდუნებაო, ასე ამბობს ისააკ ასური და ღირსი იოანე კიბისამღერელი კი განმარტავს, რომ ნაყროვანება არის სიძვის დედაო და უჯულოების უფსკულში ჩავარდნილმა კარგად იცის ესო. წმინდა ბასილი დიდიც წერს, რომ მინახავს, რომ განიკურნენ მრავალნი ვნებებით შეპყრობილნი, მაგრამ მათ შორის ვერ ვნახეო ვერც ერთი, რომელსაც სხვათაგან დაფარულად ჭამას ჩვეოდა ან ნაყროვანი იყო. წმინდა იოანე ოქროპირი კი ბრძანებს ესეთ სიტყვებს, რომ თუ კი ძველი ბერძნებრივით კერპებს ხარებს არ ვწირავთო, მაშინ უარესსაც ვაკეთებთო, რადგან მათ ნაცვლად შენ სულს კლავო. ანუ მუხს არ იდრეკ, თაყვანს არცემ კერპებს, თუმცა კი დიდი მორჩილებით აღასრულებ ყველაფერს, რასაც ისინი, ანუ სტომაქი და ოქრო ვერცხლი გიბრძანებენო. ემიტომაც თვლიან ელინებს საძაგლებად, რომ ვნებები გააღმერთეს, ახორცობას აფროდიტა უწოდესო, მრისხანებას მარსი, ხოლო ლოთობას დიონისე, ანუ ბახუსი. მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ჩაუღმავდეთ თავად ცნებას ნაყროვანებისა, რას გულისხმობს ის, როგორ მივხვდეთ, რომ ნაყროვანების ვნებით ვართ შეპყრობილნი და რა სიწვევს შემდეგში აი ეს ვნება. ესე იგი, ნაყროვანება რას ნიშნავს? მიიღო საკვები ახირებულად, ანუ უზომოდ, ხო, პირის პატივისცემისათვის და რაც ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის არის საკმაოდ ნორმალური რამ, მაგრამ ზოგიერთი თავის ბუნებას, მაგალითად ტკბილს თხოვს, მეორეს მარილიანს, უფრო მეტად მესამეს მჟავეს და ამაში არც არაფერია გასაკვირი და ახალი და არც ვნება და არც ნაყროვანება ამ შემთხვევაში არ არის, მაგრამ განსაკუთრებით, როდესაც გვიყვარს რომელიმე კერძი და გულის თქმის მიხედვით, ესე იგი გვწადია მისი მიღება, ეს უკვე ახირება, რომელიც ნაყროვანებას ემსახურება. თუ რომელიმე მაგალითად კერძი შენს გულის თქმებს იპყრობს, მაგრამ შენ ყოველთვის ეწინააღმდეგები მას და კეთილგონიერად იკვებები მაგალითად სხეულის მოთხოვნილების მიხედვით, ეს ნაყროვანება არ არის, იმიტომ რომ შენ ბრძოლაში ხარ და ახერხებ აი ამ გონებრივ ბრძოლას და იმარჯვებ კიდეც მასზე, მაგრამ უფრო გასაღები რომ იყოს თუ რაში მდგომარეობს ეს ვნება, აი მამები ესეთ რამეს გვირჩევენ, რომ გარკვეულ ფორმებს გვთავაზობენ, რომლებიც ესე იგი ფორმებით ებძვის იგი ადამიანებს, ეს არის პირველ რიგში ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სურვილი არის საჭიროების გარეშე ვჭამოთ დადგენილ დროზე ადრე.
ამას ბრძანებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. მეორე ზოგჯერ არის რომ არაუდროოდ, მაგრამ გსურს უფრო გემრიელი და ძვირფასი ვჭამოთ. ეს უკვე გემოთმოყვარეობის სფერო გახლავთ, რომელიც იქვე კავშირში იმყოფება. ზოგჯერ არის რომ სულ ერთია რა სახისაა საკვები, მაგრამ უკეთ უნდა იყოს შემზადებული. და ზოგჯერ ვცოდავთ ზედმეტი საკვების მიღებით, რადგან ვაჭარბებთ მოთხოვნილებების ზომას და ეს ყველაზე ხშირი ფორმა გახლავთ. და ზოგი კიდე ხარბად ჭამს ყოველნაირ საკვებს ძალზე სწრაფად ან ხშირად. აი ესეთია წმინდა მამების აზრი ამის შესახებ, რომლებიც შეიძლება გაიმართოს ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანსაც და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს. ცნობილია ასევე, რომ უდიდესი იმპერატორები, მდიდარი ხალხი განსაკუთრებული პატივით მიირთმევდნენ ხოლმე. აი მაგალითად ასეთი ცნობა არსებობს, რომ იმპერატორ მაქსიმიანეს შეეძლო დღეში ფუტობით, ესე იგი ღვინო დაელია და 15 კილოგრამი ხორცი ეჭამა. ეს წარმოუდგენელი ამბავია, საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ რომის იმპერიაში იყო ესეთი მდიდრებში და მეფეებში განსაკუთრებულად, რომ სასადილოს გვერდით ჰქონდათ ბოდიში ამ სიტყვისთვის გულის ასარები ადგილი, სადაც ისინი აი ამ მირთმეულ საჭმელს ინელებდნენ უხეში ფორმით და შემდეგ კვლავ აგრძელებდნენ ჭამას მას. ასეთი გამონაკლისი არ ყოფილა არც მაქსიმიანე იმპერატორი და არც სხვა იმპერატორები. არაფერს ვამბობთ იმაში, რომ იმას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ მუშტით შეეძლო თურმე ერთი დარტყმით ცხენის ფეხი მოემტრია და თითების მოჭერით ქვებსაც თურმე აფშვნიდა და აი ასეთი იყო მისი ჯანი, რომელსაც ის მუდმივად ესეთი ახორცული ნებით, რასაც ქვია გემოთმოყვარეობითა და რასაც ქვია აი ნაყროვანება, ესე იკმაყოფილებდა. და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ქრისტიანების აი ამ ცნობილ მდევნელს სამხილებელ სიტყვაში ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ იგი ივნო საშინელი სასჯელით, საძაგელი ხორციელი წყულებით, როგორც ცნობილია იგი სასქესო ორგანოების მყრალი იარებით გარდაიცვალა და რომელთა ნიშნები ჩანს მის ქანდაკებებზეც, როგორც სამარცხვინო ბოძებზე და დღემზე ადგათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კარგი რამ კია, რომ ესეთი კულტურა და ესეთი საზოგადოება ყავთ დასავლეთში, რომელიც აი ამ ქანდაკებებს ეთაყვანება. ამას ამბობს ბარნაბა ბელიავი, ცნობილი მდელმოწამე მე-20 საუკუნისა. შემდეგი მაგალითიც ასევე ყურადსაღებია, იყო ვინმე ფრანგი პიროვნება, რომლისთვისაც გემრიელად ჭამასმა იყო აბსოლუტურად ცხოვრების მიზანი, რასაც ქვია. ამნების დაკმაყოფილებისთვის ის არ იშურებდა მოკლედ არც ძალღონეს, არც სახსრებს და მოკლედ მთლიანად იყო ჩაფლული აი ამ საქმიანობაში. მან დიდი ინტერესით შეისწავლა, როგორც მოგვითხრობენ, კულინარიის ისტორია და აი ამ სფეროში უდიდეს წარმატებებსაც მიაღწია. ამ ფრანგმა ეს იყო მე-19 საუკუნის პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველა იშვიათი კერძი. თუ ოდესმე მიირთმევდნენ მეფეები და მდიდარი ადამიანები, იცოდა მათი დამზადების წესიც, ის სხვადასხვა ქვეყნებიდან აკეთებდა შეკვეთებს საუცხოო კერძებისა, რაზეც მემკვიდრეობით დატოვებული მთელი თანხა დახარჯა და მთელი ქონება აი ამაში გაფლანგა და როდესაც უკვე ფაქტობრივად ამოწურა თავისი მატერიალური შესაძლებლობები და დარჩა ჯიბეში მხოლოდ 1 ფრანკი, წავიდა, ესე იგი იყიდა საუცხოო ფრინველი, შეწვა ის კულინარიის უმაღლესი წესის მიხედვით, შეჭამა და ბოლოს თავი მოიკლა. აი ესეთი იყო მისი დასასრული, მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, იმიტომ რომ მას უკვე ფიზიკურად მატერიალური საშუალება აღარ ყოფნიდა საიმისეთ, რომ დაეკმაყოფილებინა თავისი ავხორცული ბნება ტომაქი, რომელიც იყო მისთვის ღმერთი და ყველაფერი. ყოველგვარი ბნება საერთოდ დემონური ხასიათისაა,
ზოგჯერ ცოდვების გამო დასაჯელად ნამდვილ წამებად ექცევა ხოლმე ადამიანს და ბოლოს ფაქტობრივად აი ასეთი ფატალური დასასრული აქვს. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული, რა თქმა უნდა, ძლიერი ჭამიდან, არა მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით, როგორც ეს გააკეთა აი ამ ადამიანმა, არამედ ეს ვნებამ შეიძლება, როგორც მოგახსენეთ, გამოიწვიოს ჯანმრთელობის მორღვევა და აი იმის შედეგად გარდაიცვალოს ადამიანი. ამრიგად, ვისაც ცოდვისაგან განწმენდა სურს, ამბობს აბა დოროთე, ის უნდა მოერიდოს და გაექცეს ნაყროვანების ყველა სახეს, რამე თუ მისით არა სხეულის მოთხოვნილება, არამედ ვნება კმაყოფილდება და ვინც მას დაემორჩილება, ცოდვად გარდაექცევაო და წმინდა მამები გვასწავლიან ასევე, რომ საკვები სასმელში ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ, რათა აი ამ ვნებით არ ვავნოთ სიცოცხლის ძალებს, არ ვავნოთ სულს, არ ვავნოთ ორგანიზმს და მამების ასლით ზედმეტი ჭამის სურვილის დაძლევა შეიძლება უბრალო ტრაპეზითაც, განძღომისა და საჭმელით ტკბობისაგან თავის შეკავების შედეგადაც, შეიძლება თავიდან განძღომა და საჭმელით ტკბობა უნდა მივატოვოთ, ამით ჭამის სურვილი მძაფრდება და სწორ მიმართულებას იღებს, ხოლო როდესაც ჭამის სურვილი სწორ მიმართულებას აიღებს, უკვე უბრალო საკვებიც აკმაყოფილებს ადამიანს და პირიქით, როდესაც ჭამის სურვილს გაძღომითა და ტკბობით ვიკმაყოფილებთ, იგი, რა თქმა უნდა, ბლაგდება და ამიტომ მადის ახსაძრავად სხვადასხვა გემრიელ სანოვაგოებს, სასმელებს მიირთმევს ადამიანი, თავიდან გვეჩვენება, რომ სურვილი მოვიკალით, მაგრამ შემდეგ ეს სურვილი სულ უფრო და უფრო მატულობს და ბოლოს განუწყვეტელი აი ამ ტკბობისა და ძღომის მაძიებელ ადამიანს მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გზნობა ეუფლება, ავადმყოფურ ვნებად ექცევა, რაც კარგად გამოჩნდა აი ამ მაგალითებზე, რომლებიც ჩვენ მოვიყვანეთ, ერთის მხრივ ეს კულინარისტი ფრანგი, რომელმაც თავი მოიკლა, მეორე მხრივ ის იმპერატორი, რომელიც დასნეულდა საშინელი აი ამ ხორცულის შედეგად საშინელი მანკიერებებით. გარდა ამისა, წმინდა მამები საკვების ხარისხზეც ამახვილებენ უდიდეს ყურადღებას, მაგალითად წმინდა ეგნატე კავკასიელი გვმოძღვრავს ასეთ რამეს, რომ საკვები ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სულზე, რაც განსაკუთრებით აშკარა არისო ღვინისმის დროს. საკვების ასეთი ზემოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ იგი სხვადასხვაგვარად აღაგზნებს ხორცსა და სისხლს, აგრეთვე იმით, რომ საკვების გაზი და ორთქლი კუჭიდან ტვინში ადის და გონებაზე ახდენს გავლენას, ესეც დაკვირვებული ადამიანისთვის არის გასაღები, მით უფრო როდესაც ის მოღვაწეა და განსაკუთრებულად მონასტრებში ეს კარგად ჩანს და ცხარე საკვები, როგორც ხორციელი ვნებების აღძვრელი მარხველის ტრაპეზიდან უნდა განიდევნოს. ყველაზე ბუნებრივი საკვები არის ის, რომელიც ღმერთმა შექმნისთანავე დააუწესა ადამიანს. ანუ ეს არის მცენარეული საკვები და ყველაზე ნაკლებად სწორედ ის აღაგზნებს სისხლსა და არ ამძიმებს ხორცს. ორთქლი და გაზები, რომელსაც ისინი გამოყოფენ და ტვინამდე აღწევენ, ისინი არ უნებენ იმდენად ადამიანს. და აი ეს მცენარეული საკვები ყველაზე ჯანმრთელ საკვებად არის მიჩნეული, რადგან კუჭში აი ამ ნაკლებ ლორწოს წარმოშობს. და ამიტომ მისი მიღებისას შენარჩუნებულია გონების სიფხიზლე, სისუფთავეც, ანუ გონებას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს ხორცთან შედარებით, რაც არის პრინციპში საკვების მიღების დროს აუცილებელი და შესაბამისად სუსტდება ვნების მოქმედება და ადამიანს უფრო მეტად შესწევს სულიერი მოღვაწეობის ძალა. და ხორციელი საკვები და კერძები, რა თქმა უნდა, არ არის აკრძალული ეკლესიის მიერ და ხორცს განსაკუთრებულ თვისებები გააჩნია, მაგრამ დედა ეკლესიამ
თავისი ბრძნული დადგენილებით ხორცის ჭამის უფლება მისცა ადამიანს, მაგრამ ამავე დროს დაუწესა დღეები და თვეებიც კი, როდესაც ის მისი ჭამა არის აკრძალული, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ხორცს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია, რომლებიც ადამიანს მოუქნელობას ძენენ, სისხლს აღაგზნებენ და მისგან მომავალი გაზები და ტვინს ამძიმებენ და შედეგად ადამიანი ვერ მოღვაწეობს ისეთი შედეგებით, როგორიც ეს ესაჭიროება. და ამიტომაც დააწესა, როგორც გითხარით, მაცხოვარმა პერიოდები, როდესაც შეიძლება ხორცის ჭამა და როდესაც ის აკრძალულია. ამ დროს ქრისტიანი თითქოს ფხიზლდება ხორცის მჭამლებისაგან განსხვავებით და მარხვეს აი ამ ნაყოფს საკუთარი გამოცდილებიდან ნებისმიერი ადამიანი შეიტყობს და ყველა ჩვენთაგანი ვამბობთ კიდეც ამას, რომ რაღაც მარხვის პერიოდებში ვართ ძალიან სუბუქნი, ძალიან ფხიზელნი, უფრო მეტი მოღვაწეობის სურვილით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აი ამ მოძღვრის ლოცვა კურთხევით უნდა მოხდეს ყოველივე ეს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საკვების იმაზე ხშირ ან არასამარხო საკვების მიღებას მოითხოვს, ვიდრე ეს საეკლესიო წესებითაა დადგენილი, მაშინ უნდა შეურიგდეთ და შევიწყნაროთ ესეთი მდგომარეობა მოძღვართან შეთანხმებით. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მიეცის სხეულს იმდენი, რამდენსაც ის საჭიროებს და არა გევნება რაო. და თუ ადამიანი დღეში ერთხელ შეჭამს, მაგრამ უზომოდ, მაშინ რაღაც სარგებელს მივიღებთ, ხო, ჩვენ თუ დავიზიანეთ ყველაფერი და ფაქტობრივად ეს მარხვა უკვე და არც ზომიერი კვება არ გამოდის, შესაბამისად ჩვენ არა მარტო სულიერ მდგომარეობას, არამედ ფიზიკურსაც ვსპობთ და ვაფუჭებთ და ხდება ისე, რომ ვეცემით კიდეც ხანდახან, რომ ზედმეტი საკვების მიღებით ან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მარხვასაც არღვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შევწუნდებით, წმინდა მამები ყოველთვის გვირჩევდნენ, რომ კვლავ დაუბრუნდეთ დაწყებულ საქმეს, არ ჩავიქნიოთ ხელი, იმედი ვიქონიოთ ყოველთვის, რომ ასევე ვაჟკაცურად უნდა ავიტანოთ ყოველივე და თავი გამოვასწოროთ, ამისთვის ეკლესია ყოველთვის მზად არის მიიღოს ადამიანი, რომელმაც ეს განახორციელა, ამიტომ ჩავიქნებთ ხელს ყოველთვის აი ამ საქმეზე, ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, რომელიც აუცილებლად მიიყვას ადამიანს უფრო დიდ შედეგებამდე, თუ მოასწესრიგებს აი ამ პირველ ყოვლისა აი ამ საკითხს. ესე იგი, ეს არის მოკლე მონახაზი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ბევრის თქმა შეიძლება ნაყროვანების, გემოთმოყვარეობის და აი ამ ახორცულიბნების შესახებ, როდესაც ადამიანი აკერკბებს საკუთარ მუცელს და ტომაკს, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ